ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. დილამშვიდობის საზაზა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. აი თქვი რომ რაღაც შეჩერდი წამოდი დავინახოთ მომენტი, სადაც ვართ ახლა. 160 დღეზე მეტია პროტესტი გრძელდება, ამ 160 დღის განმავლობაში ხელისუფლების ლეგიტიმაცია საერთაშორისო მხრიდან არავის უღიარებია, ოცნება იზოლაციაში, ამავდროულად ოცნებამ ქვეყნის შიგნით მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება იმ გაგებით, რომ თლიანად გადაწერა უფლებრივი თავით კონსტიტუციის მაგალითად, თლიანად სხვა რაღაცების უფლება გვაქვს დღეს, ვიდრე ქონდა 160 დღის წინ. ამასთან ერთად ყავს კვლავ დაქუცმაცებული ოპოზიციური ველი, სხვადასხვა ფორმით, რომელიც ასევე ძალიან წააგავს იმ სახელმძღვანელოებში აღწერილ ოპოზიციას, რაც ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება სჭირდება ხოლმე, რუსულ ოპოზიციას და ასე შემდეგ. როგორ აფასებთ თქვენ აი ამ 160 დღეს და დღევანდელ მომენტს, საიდანაც მომავალი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს? დილამშვიდობის კიდევ ერთხელ როდესაც ამბობდი შესავალ სიტყვაში, რომ აი თითქოს გამოგრჩა ის მომენტი, როცა ამ გზაზე დავდექით, მახსენდება ადამიანი, რომელიც შენთვისაც და ჩემთვისაც იყო ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი საკვანძო პირი რეფორმებში, რომელიც გატარდა დაახლოებით 15 წლის წინ, 20 წლის წინ. ახალ ბენდუქიძე ამბობდა, რომ ყველაზე მეტად იმის მეშინია ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, რომ ცვლილებები არ იქნება შოკური. აი როგორც 91 წელს მოხდა პუტჩი და ერთ დღეს დაბნელდა. პირდაპირ და გაეტანით მნიშვნელობით რადიო გამოირთო, ტელევიზია გამოირთო, გაზი გაითიშა და აღმოჩნდა შუა საუკუნეში. ეს არ მომხდარა ამათ პირობებში და შესაბამისად ძალიან ვერაგულად, ძალიან ცფიერად ახდენდნენ აი ამ კურსის გამყარებას, მაშინ როდესაც უმეტესობას მაინც ეგონა, რომ პრინციპში ხო რაღაც არასწორები ხდება, მაგრამ ძირითადად მაინც სწორ გზაზე ვარ და დიდი ამბავი ხა ვიღაცამ თუ რაღაც სიძულვილესანა გამოიყენა, ვიღაცამ თუ ანტიდასავლური განცხადება გააკეთა. ეს ხომ მაინც აი დიდი პროდასავლური კოლგის ქვეშ ხდება და შესაბამისად საფრთხესაც არ წარმოადგენს. დღეს ვართ იმ ვითარებაში, როდესაც როგორც მართებულად აღნიშნე, ამ ყველაფერს დაესვა ერთი დიდი წერტილი. კანონებს რაც შეეხება სხვა შორს რო აღარ წავიდეთ, უკვე მეც ლამის იმ ეტაპზე ვარ, მე იურისტი, ადვოკატი, რომ პრაქტიკულად აზრს კარგავს აი რაღაც თითოეული დეტალის მიდევნება და ანალიზი, იმიტომ რომ იმდენად აი ტოტალურად მიუღებელი ჩამონათვლის კეთებაც კი ყველა მიმართულებით რაც ადამიანის უფლებებს შეეხება, ყველა მხრივ სიტუაცია. ადრე შეიძლება ყოფილიყო რაღაც ერთი კანონი და ამ ერთი კანონის თავობაზე იქნებოდა გადაცემები, განხილვები, არიქა ვენეციის კომისიიდან რადასკვნა მოვიდა, ვიღაცამ რა თქვა, პრაქტიკოსები რას ამბობენ, უფლებადამცველები რას ამბობენ და ეხლა ყოველდღიურად ხდება ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეუძლებელს ხდის აქ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას, მედიის ფუნქციონირებას, ადამიანის უფლებების დაცვას, უბრალოდ რასაც უნდათ იმას აკეთებენ და ამას ქვია კანონის ძალით, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ერთი დიდი ცინიზმი, რაც შეეხება იმ 160 დღეს, რომელსაც ახსენებ, მოდი ასე ვთქვათ, ბევრს აქვს ცოტა ოდნავ სკეპტიკური დამოკიდებულება, მე მათ შორის არ გახლავართ, ვინაიდან თუ რამე საქართველოს ჯერ კიდევ აჩერებს საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილად, თუ რაიმე ჯერ კიდევ გვამყოფებს რადარზე, არის აი ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მოქალაქეობრივი თავგანწირვით მე ვიტყოდი დგანან იქ, სადაც საქართველოს ისტორია იწერება. ცხადია იქ ბევრი რაღაც შეიძლება დაემატოს, მაგრამ ყველას რაღაც როლი აქვს, ხო, ამაში ზოგს საერთაშორისო მიმართულებით აქვს სამუშაო, ზოგს პარტიული მიმართულებით აქვს სამუშაო და ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო, რომ გამოუწყდეთ ერთმანეთს და აი ამაზე მინდა რომ კითხვა დავსვა სწორედ ბრძოლის ორგანიზებაზე და პარტიული ბრძოლის მნიშვნელობაზე ამ პროცესში. პარტია არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი კომპონენტი. ეს დადასტურებულია ბევრი ყველა მაგალითით სოფლიოში, ხო? ჩვენ შემთხვევაში ხა ავტორიტარიზმის ამ სახელმძღვანელოში მართლა თუ ისწერია როგორ ხდება საზოგადოების ეს რა თქმა მოგუდვა, იქ ერთი თავი იმასაც შეეხება ოპოზიციის გადაგვარება როგორ ხდება, ხო? როგორ უნდა მოახერხონ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ აი ეს ბედისწერა შემოიტრიალონ ამ შემთხვევაში და აქვთ თუ არა ჯერ კიდევ ამის შესაძლებლობა? შესაძლებლობა არის შემოტრიალების, ამის ალბათობა არ ვიცი რამდენად მაღალია სამწუხაროდ. აი დღეს დილასაც ვეცნობოდი რაღაც ნიუსებს და შემხვდა ერთ-ერთი ახალი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ მთავრობა რომ შეიცვლება, ჩვენ როგორც
ქართულ ოცნებას გავასამართლებთ, ასევე ნაციონალურ მოძრაობას. მე მაინტერესებს იქ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის მომხრეები იყვნენ, თუ იციან, რომ თავის გასასამართლებლად განან ქუჩაში ან იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ უკვე 13 წელია, ხო? რას ვიტყოდი, რა თქმა უნდა, რეჟიმი მოქმედებს რუსული პლეიბუქით, ეგრეთ წოდებული, იმ სახელმწიფოს მიყვება, როგორ უნდა მოგუდოს ოპოზიცია, თავისუფალი მედია, ინდივიდუალური აქტივისტები და ასე შემდეგ, მაგრამ არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ჩვენ ხელშია. აი, წლების წინ მახსოვს ერთ-ერთი სტუმარი იყო ჩამოსული ჩვენ ქვეყანაში ლირიული გადახვევის სახით თქვათ ეს და მივედით ერთ-ერთ ადგილას თეატრი იყო იქ მოწყობილი სახელდახელოდ ასე თქვათ და გარშემო იყო ანტისანიტარია ჭუჭყი ნაგავი და უბედურება და როდესაც ეს სტუმარი შეხვდა აი ამ ყველაფრის ერთ-ერთ ორგანიზატორს კარგ ადამიანს კარგ მოქალაქეს და თქვა რომ აი ამ ვითარებაში რატო ხართ რა ვქნათ ფული არა გვაქვს და პასუხი მაშინ მარტივი იყო ხელები ხო გაქვთ და რა ვიცი შენი სახლის გარშემო რომ რაღაც არ ეყაროს ეს მხოლოდ შენ ხელშია ხო ამ შემთხვევაში ასეთი რაღაც თქვა ხა ჩვენს ისტორიაში შეიძლება მითხრან და მართებულათაც რომ ჩვენს ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვანაირადაც მიგვიღწევია წარმატებისთვის, მაგრამ ძირითადად ეს არის რომ ჩვენ როცა ერთად ვგავართ, მით უმეტეს გამოწვევა როცა ეგზისტენციალურია. შედეგიც მიიღწევა. ყველაფერი ამაზე მეტყველებს, ხო, ჩვენი დაუშვათ იგივე ბოლო 20-25 წლის ისტორია ამაზე მეტყველებს. წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიცია წარმატებული იყო მაშინ, როცა იყო ერთიანი და წარუმატებელი იყო მაშინ, როცა იყო დაქუცმაცებული. ანალოგიური ლოგიკა მოქმედებს ამ შემთხვევაშიც. მე მესმის, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, მეც განსხვავებული გემოვნება აქვს ვიღაცისგან, თქვენს და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ თუ არის რაღაც საერთო საფრთხე და ეს საერთო არის ეგზისტენციური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, დემოკრატიისთვის და სუვერენიტეტისთვის, ხო? მაშინ აი ამ თემებზე გაერთიანებას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს და ეს ზუსტადაც რომ არის კონკრეტული პოლიტიკოსების ხელში. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ისაა, რომ აი ამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საკითხს ხშირად წყვეტს ხოლმე 3-4 ადამიანი. ანუ აი ჩვენ რო ვთქვით, რომ ალბათობა დაბალია, აი ამ ალბათობაზე გავლენა შეიძლება ქონდეს 3-4 ადამიანს, რაც შემდგომ უკვე 3 და 4 მილიონზე ახდენს ზეგავლენას. და თქვენ ერთგან გეწერათ ზოგმა სულ ბოდიში უნდა იხადოს და ზოგმა არასდროსო. ქართული პოლიტიკა ესეთი სივრცე არისო და რთული არ დაგეთანხმოთ. ნამდვილად ახლა თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს აი ერთი შენაკადი ნამდვილად ამ ჩვენს პროტესტში ხალხისა, რომელიც აი ამ ტოლობის ნიშნის დასმით, რომ ხოცებო თქვენ აცებო, ხო? ცდილობენ საკუთარი ნიშის გამოკვეთას და საკუთარი რაღაც პოლიტიკური ადგილის მონიშნას თითქოს. და მე სულ ვწდება აი დარწმუნებული ვარ და განცდა მრჩება, რომ არის ხალხი, რომელიც ივანიშვილი რო გაჩერებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე იქნებოდა მშვენივრად. აი მე რესხვებზე რო გადავიდა ამასთან აქვს პრობლემა. არა და ეს ახლა ლოგიკა თავიდანვე ასეთი იყო, როგორც კი ერთ შეეხოთ ბოლომდე აქაც მოვიდოდა, ეს ადვილი მისახვედრი იყო, მაგრამ მათ შორის რა უნდა უთხრათ ამ ხალხს, ვინც ასე უყურებს პროცესს და ჯერ კიდევ ჩარჩენილია ამ რაღაცა არა κρიტიკულ შეფასებაში, კრიტიკული შეფასება რაც დრო გადის, შეიძლება უფრო კრიტიკული გავხდეთ იმ 9 წლის მიმართ, იმიტომ რომ სტანდარტები იცვლება. არათუ პრობლემა არ არის, მე და თქვენ რომ დავშვეთ დარწმუნებული ვარ, რომ კომპეტენტურად და ვცლად ვისაუბრებთ შეცდომებზეც და ძალიან მძიმე შეცდომებზე ზოგიერთზე, ვიდრე ზოგიერთი მათგანი სტანდარტები იცვლება, თან დრო გადის და ჩვენ სხვანაირად უყურებთ იმას, რა საჭიროებებიც არის. არა, უბრალოდ აქ რაღაც ისტორიციზმის, ისტორიული განმოსახედიდან მათ შორის ხო ადამიანებს უჭირთ ამის დანახვა და მათ შორის საკუთარი შეცდომების აღიარება. საკუთარი ხედვის არასწორობის აღიარება. აი ამ ხალხს რა უნდა უთხრათ, როგორ უყურებთ თქვენ? ხო, ყველაზე რთული საკითხია და რო უყურებ მტერს და მტერში გულისხმობ რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ მისი მთავარი იარაღი არის გაგიკვირდებოდა ფსიქოლოგია, სოციოლოგია და ფსიქოლოგია. პირველ რიგში ადამიანის ფსიქოლოგია. რო უყურებთ როგორ მუშაობს რუსეთი საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში, მან ძალიან კარგად იცის რა ატრიგერებს ქართულს. ძალიან კარგად იცის როგორ შეიძლება ემოციურად წამოიკიდოს ესე თუ ის ადამიანი ან სოციალური ჯგუფი ან კონკრეტული ინტერეს ჯგუფი და შემდეგ როდესაც ამას პერი გააკეთებს, ის ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილების მძევალია. არასოდეს არ გეტყვის რომ ხო აბა რა მე პროპაგანდა მაჭამა ან რაღაცა შემეშალა გეტყვის რომ კი მაშინ ისე იყო სწორი და ეხლა ასეა მაშინ თოფი უნდა ჭერო და ირაკლი ღარიბაძის არა ქვია კობახიზის მამას მაშინ ისე იყო სწორი და დღეს ვაიმე ვიღაცამ განცხადება არ გააკეთოს თორე ეს ძალადობრივი დამხობის მოწოდება ჩაითვლება ხო მაშინ ისე იყო სწორი თუმცა ეხლა კობახიძის მამის შემთხვევაში შეცდომა ნამდვილად არ ყოფილა ამ ნაწილში ცოტა გავაზვიადეთ ხო ის რაღაც ძალიან შეგნებული კონკრეტული დავალების ნაწილი იყო რაც შეეხება ამ ადამიანებს რაც ყველამ უნდა ვცადოთ ის რომ აი ეს დიდი სურათი დავინახოთ ერთად თუმცა
შინაგანი ეკლები მაინც ფიგურირებს და ძალიან რთული არის ხოლმე, მაგრამ ანალოგიები, ისტორია, მეხსიერება, ის სულ ვიხსენებთ, ხო, პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ საქართველოსთან გაქცეული პოლიტიკური კლასი იქ მარტო ერთი პარტიის წარმომადგენლები ხო არ იყვნენ, რა თქმა უნდა, ძირითადად იყვნენ სოციალ-დემოკრატები, მაგრამ სხვა პარტიებიც იყვნენ. დემოკრატები, ფედერალისტები ბევრი. რა თქმა უნდა და ის ადამიანები ჩვენ და სამწუხაროდ 10 წლეულები, კიდევ 3-4 ათწლეული ერთმანეთში კინკლაობდნენ, კამათობდნენ, თავიანთი პარტიული პრესა ჰქონდა შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ ის ხედვა უფრო მართალი იყო თუ ეს აღარაფერი აღარ არსებობდა. საქართველოს ბოლშევიკების სალომზურაბიშვილი ხსენებდა, სალომზურაბიშვილი ეროვნულ დემოკრატების თავმავალია და ეს სტუდენტი რო გავხდიო, მივედიო, ბოლო მინისტრი იყო იმ თავრობის დარჩენილიო საქართველოსთან გაქცეულის და მინდოდა რომ აი ჩავაბარო თუ რა ისტორიის ფაკულტეტზე, იმიტომ რომ მინდოდა იმ მასალასთან თუ მიშვებდნენ და მითხრა რომ არ მიგიშვებთ იმ მასალასთან. ანუ იმ არქივთან რაც არის, რომ მათ მოხუცებული, ანუ ეს დაპირისპირება ჯერ კიდე 60-70-იან წლებამდე რაც სიძულვილი ერთმანეთის მიმართ, როდემდე გასტანა ამ ყველაფერმა. ხო და ნუ საბოლოოდ ეს ხალხი იქვე ემიგრაციაში ამოიწურა, ხო? იქვე ამოიწურა და რუსეთმა თავის მიზნებს მიაღწია და დღეს ვართ ანალოგიურ ვითარებაში და აი ეს უნდა დავანახოთ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება საპასუხოდ გლანძღავდნენ, საპასუხოდ ტალახს გვესროდნენ, თან არა იმიტომ რომ დავუშვათ ზოგიერთ ჩვენგანს რაიმე ვიღაცა იყო ხო მთავრობის წევრი და ხა მე თქვენ ირაკლი თქვენ საერთოდ მე მგონი ძალიან პატარა იყავით მაშინ შედარებით ხო არც მე არანაირი შეხება არ მქონია იმ ხელისუფლებასთან უბრალოდ ჩემთვის აი ერთნაბიჯს უკან რო გადმოდგამდი იყო ძალიან ცხადი სურათი. აი აქეთ არის რუსეთი. და რუსეთი აპრიორი მიუღებელია. აი რუსეთს რო გავთიშავთ დიდი სურათიდან, ხო, რუსეთს რო დავაღწევთ თავს, მეორე ნაპირზე რო გავალთ გაღმა სამშვიდობოს, ამას გინდა ევროკავშირი ერქვას, გინდა ნატო ერქვას, მერე ვისაუბროთ როგორც იმ 9 წლის შეცდომებზე, ასევე ბევრ სხვა რაღაცაზე. ცხადია, ხა ჩვენ ვიღაც მოგვიბრუნდება და გვეტყვის აი შეცდომები, რომ არა, რუსეთი ვერ გამოიყენებდა რაღაცებს. ცხადია, ესეც არის. ამაშიც არის ლოგიკა, ამაშიც არის რაღაც რაციონალური მარცვალი, თუმცა ხა ნუ მოდი უშეცდომო და ისეთი რა ქვია, იდეალური არავინ არის, როდესაც ერთ უცხოელ მეგობარს, სხვა შორის ამ ხელისუფლების მიმართ, ამ დე-ფაქტო რეჟიმის მიმართ მაინც შინაგანი ისინი აქვს სიმპათიები, ნუ ვიტყვით რატომ. ვესაუბრებოდი ამ თემაზე და რაღაც ფაქტები დაუდე წინ და მითხრა რომ ხო რა თქმა უნდა აღშფოთებულმა თქვა რომ ეს მიუღებელია და მე გააგრძელა მიმოწერის რეჟიმში ხდებოდა და გააგრძელა და 2 აბზაცი დაწერა ოპოზიციის ლანძღვა. ანუ ეს უბრალოდ აღარ შინაარსობრივ კამათში აღარ შევსვა, უბრალოდ რომ შენი დამოკიდებულება ამით გამოჩნდა მეთქი, როდესაც აი ამ რეჟიმს ერთი წინადადებით უარყოფ, ამბობ რომ ეს რა თქმა უნდა ცუდია და მე 2 აბზაცი ლანძღავ იმ ოპოზიციას, რომელიც კი ბატონო შეიძლება ძალიან ბევრ ამაში სწოდავს, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე ნამდვილად არ არის. ის არის შედეგი და არა მიზეზი ამ უბედურების, ხო? აქაც იგივე ვითარება, ეხა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აბა სხვა შორის ეს კოცების ძალიან ისეთი მიღებული ტაქტიკა არის, რომ ამათ რა ველაპარაკოთ. ამათ რა უნდა ველაპარაკოთ? აი შენ იდეალური უნდა იყო. ირაკლი, შენ ერთი სიტყვა არ შეიძლება წამოგხსნას ოდნავ გადაბრუნებული, იმიტომ რომ მოვა აქტივისტი, მოვა მეგობარი გეტყვა, რომ აი ესეთი ტიპის მეტყველება, ან ესეთი ტიპის ქმედება მიუღებელია. ის დღეში 100-ჯერ უაკეთებს სხვადასხვა ფეისის მეშვეობით, რა ვიცი, როგორც სიძულვილის ენას გამოხატავს, ასევე კონკრეტულ ინსტიტუტებს ანგრევს, თავისი ქცევით განასახიერებს, როგორი არ უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა და ასე შემდეგ. ნუ იმას რა უნდა ვთხოვოთ, ხო? აი ეს მიდგომა არის და რაღაცნაირად ახლა მეც უცდილობდი, ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რომ ჭყალებში გამომეხედებინა ვიღაცეებისთვის, ვინაიდან ძალიან პოპულარული იყო ქოციანობის ადრეულ წლებში, პოპულარული იყო, უი არ ვიცი, მე ტელევიზორს არ უყურებ. აი ეს მიდგომა იყო ძალიან პოპულარული იყო, კი. ეხლა მე რაღაც მომენტში დადგა ისეთი მომენტი მართლა, როცა შეუძლებელი გახდა. უბრალოდ არის ხალხი, რომელიც დღემდე ამ პოზიციაში, უბრალოდ ეხლა იმ ხალხსაც უკვე დაერქვა თავის სახელი, ვინც ამას აკეთებს, ხო? მაგრამ ნუ მაინც ასე თუ ისე ეს რეჟიმი მათაც შეეხო, ვინც ძალიან თვალდახუჭული უყურებდა 2013 და 2014 წლებში, როდესაც ღიად მიდიოდა ნაცნობი მოძრაობის გასამართლების პროცესი და ეს ხელისუფლება როცა ამბობს, რომ ჩვენ კოაბიტაციაში ვიყავითო და არ გავანადგურეთო ნაცნობი მოძრაობა და არ აგურძალეთო, ვერ ქნეს ეგ უბრალოდ, ანუ ყველაფერი ქნეს იმისთვის რომ ეგ იდენტობა გაენადგურებინათ, უბრალოდ ეგ არ გამოუვიდათ მაშინ. თავარი ეგ არის, რომ ამ ხალხმა, მათ შორის მაგ პარტიის მხარდამჭერებმა, ხო, რომლებიც დღეს შეიძლება ბევრ სხვადასხვა პარტიას უჭერდნენ მხარს. მაგ იდენტობის მატარებელმა ხალხმა, რომელიც იმ 9 წელს აფასებს ისე აფასებს როგორც წარმატების წლებს, მათ შორის კრიტიკასთან ერთად, ხო? იმ ხალხმა გაუძლო ამ ყველაფერს, იმ ხალხის თავზე გადაიარა ამ უბედურებამ, რასაც ოცნების პირველი წლები ერქვა და სამწუხაროდ მაშინ ძალიან ბევრი ჩუმად იყო კიდევ. წეღან სალომე ზურაბიშვილი ახსენე
მოიხსენე და მე გავიხსენებდი ჩემთვის საკვანძო ციტატას ამ პოლიტიკოსის როგორც წესი ცუდებს ვიხსენებ ხოლმე და ნუ იმ ხელა არჩევანია რომ ძალიან ადვილია მათ შორის კარგი გავიხსენოთ ამ შემთხვევაში კარგი რა არის მან თქვა და ეს არის აი მეორე ფლანგის გადმოსახედიდან საკვანძო რაღაც მან თქვა რომ აი ყველა უბედურებას რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო და რომელსაც მე ვებრძოდი ანუ თვითონაც მაშინდელი ხელისუფლების ოპოზიცია იყო ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ დაუმატეს რუსეთიო. ხა რუსეთის დამატება ისეთი რაღაცა არის, ხო არის რაღაც ნიუანსი, რომ აი ჩვენ რაღაც სუფრაზე ვართ და ის რაღაც ერთი კერძი მოიტანეს კიდე. რუსეთის დამატება არის ყველაფერი, ანუ არსებითი სუფრის ამოტრიალება არის. ამ სუფრის ამოტრიალება, ჩვენი ცხოვრების ამოტრიალება, ხა ის რაც არის ცუდი ყოფილიყო ეს იმეორებს, კარგი ეს იქნებოდა მაშინ არგუმენტი რომ ერთნი არიან და რუსეთი დაუმატა ნიშნავს რომ ქვეყანა გაყიდე, მტერზე გაყიდე, ეს ხო არ არის არასწორი პოლიტიკური არჩევანი, პოლიტიკური შეცდომა დიპლომატიური არასწორი ნაბიჯი ეს არის ის რაც ამ ქვეყანას ანადგურებს და ყოველდღიურად ხედავთ ამას ხო აი გამოვიდა ჰერჩინსკი ლაპარაკა 9 მაისს თუ 8 მაისს და მიზან მიმართულად მე პაპუაშვილი იქნება თუ ვინც იქნება აანალიზებენ მის სპიჩებს პასუხობენ ლანძღავენ მაშინ როდესაც არათუ არანაირი რიტორიკული წინააღმდეგობა არ აქვს ოკუპანტ რეჟიმთან, არამედ სრულთან ხვედრაში არიან, როგორც ევროპასთან მიმართებაში, ასევე საქართველოს ეგრეთ წოდებულ სუვერენიტეტთან და სინამდვილეში დესუვერენიზაციასთან დაკავშირებით, ასევე ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და ამას აჭმევენ ვიღაცეებს, როგორც ეგრეთ წოდებულ სუვერენიტეტზე. მე მგონი ზურამ თქვა ჯაფარიძემ და ძალიან სწორად თქვა ოღონდ, რომ ეს პროპაგანდაც აღარ მუშაობს. სინამდვილეში ეს არის ადამიანებისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი რომ აი შენ ხო არ იტყვი რომ კორუფცია მინდა ხო არ იტყვი რომ რაღაცა ცუდ რაღაცა კრიმინალი მინდა ნეპოტიზმი მინდა შენ შეგიძლია თქვა რომ აი მე სუვერენიტეტს ვიცავ ან შეგიძლია თქვა რომ მე 9 წლიან რეჟიმს ვებრძან რაღაცა ის სატყვარას არა რაღაც მას უგდებენ ისეთ ფრაზას რომელიც მათ შეიძლება გამოვიყენონ საკუთარი არასწორი არჩევანის კი არა ცხოვრების გასაправებლად ამ შემთხვევაში. ზედა ორ თემაზე მინდა რომ მოვასრულოთ ლაპარაკი. პირველი ჩვენ როცა ვამბობთ როგორ უნდა განახდეს პოლიტიკური კლასი, ამაზე სულ მიდის საუბარი. ჩვენ გვაქვს რაღაცა შემადგენლობა პოლიტიკოსების, ხო? რომელთაგან მე გულწრფელად ვიტყვი, ეს ხალხი, მათი დიდი ნაწილი დიდი ხანია უკვე ოცნების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით იბრძვის. ციხეშიც არიან ამყოფები, ნაცემებიც არიან, ნაგომებიც არიან, ყველანაირ პროპაგანდას გაუდაულია მაგ თავზე და ყველას აქ რაღაცა საკუთარი ამ ოპოზიციურ როლში მოღვაწეობისას ისეთი საამაყო მომენტები, რომელიც მართლა შეუძლია რომ თავის შვილებს მოუყვნენ, იმიტომ რომ აი ამ ბრძოლაში ამ ფორმით არიან, რომ რაღაცას დიდს გაუძლეს. თუმცა ამასთან ერთად საჭიროა მეტი განახლება. ამას ყველა ხედავს. არის ის მომენტი, როცა ამხანაგი სტალინი ამბობდა რომ მე თქვენთვის სხვა მწერლები აღარ მყავსო, თუ ჯერ კიდევ არის ჩვენი საზოგადოებაში რაღაცა რესურსი, რომელთაც შეიძლება რომ პოლიტიკური პარტიები განახდეს. ძალიან კაი კითხვაა და განახლებაზე პირველი ვთქვათ რომ კი განახლება საჭიროა. მეორე განახლება საჭიროა დემოკრატიულად. ეს არის საკვანძო დეტალი, ვინაიდან ჩვენ ხედავთ წლიდან წლამდე არჩევნებიდან არჩევნებამდე გამოვლენ ისევ აი ძველი პოლიტიკოსები და გეტყვიან რომ აი ჩვენ ახალ სახეებს წარვადგენთ, ხო? ახალი სახე, როდესაც ჩვენ გვაქვს და ქონდა ხოლმე ძალიან ხშირად ტრენინგები, შეხვედრები თუ ვორქშოპები ამ ჭავჭავაძის ცენტრის პარკლებში, სულ ვეუბნებოდი ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, რომ არ არსებობს პოლიტიკაში ახალი სახე. შენ ან ხარ პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, რომელიც ეძიებ ალიანსებს, მეგობრებს, დაფინანსებლებს, ცდილობ რომ საკუთარი უპირატესობა აჩვენო დემოკრატიულ პლატფორმაზე, როგორც იქნება პრაიმერისი ან სხვა და შესაბამისად თვითონ გაიკვალავ და გაიკაფავ გზას წინ ან ხარ თუ ვიღაცა გასახელებს იმ ვიღაცას ისევე აქვს უფლება რომ უკან გაქციოს როგორც წინ დაგაყენოს ხო ეს არ არის პოლიტიკაში განახლება და ეს არის თვალის ახვევა საზოგადოებისთვის ეს დამღუპელი მიდგომაა და არასწორია ეხლა რაც შეეხება იმას როგორ უნდა განახდეს ამ პოლიტიკას არის თუ არა ამის რესურსი ხო ამის რესურსი რა თქმა უნდა არის და ისევ მედიის მაგალითზე ვთქვათ ხშირად გაიგონებთ მედიის მიმართ კრიტიკას, რომ აი ისე და ისე ერთი და იგივე სახეები ჩანან და ასე შემდეგ და ამაზე სტანდარტული პასუხი არის ხოლმე, რომ აბა სხვა ვინ. ხო? მოდი ასე დავსვათ კითხვა, რამდენ ადამიანს ვიცნობთ ამ ქვეყანაში? რა ვიცი, აი პირადად ვიცნობთ, არ ვიცი, 10000 ვთქვათ რა მაქსიმუმი, ხო? რამდენ ადამიანს შეიძლება იცნოდე პირადად? 10000, მაგრამ რამდენ ადამიანს შეიძლება იცნობდე მედიის საშუალებით?
ბევრად ცოტას. ან მეტი ვთქვა, თუ გინდა ისევ 10,000, აი რამდენს ხედავ, ხო? ამ ქვეყანაში რამდენი მოსახლეა? 3.6 მილიონი ხო ვართ ჯერ მაინც. ანუ ადამიანების 99% ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, არსებობენ თუ არა. ამ შემთხვევაში პოლიტიკას გულისხმობ. ჩვენ არა ვართ ვალდებული, რომ ვიღაც სადღაც აღმოვაჩინოთ და მას მივცეთ გზაფართო. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ შევქმნათ ისეთი რეალობა, სადაც ადამიანები თავის გზას იპოვიან. ამ პოლიტიკოსებმა, რომელიც ახსენე შენ და რომელსაც მართლა ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, ხო? საუკეთესო რაც შეიძლება გააკეთონ არის ის, რომ აი ასეთ ადამიანებს გზა არ ჩაუხერგონ, ისევ კახაბენ თუ გიზას გავიხსენებ, რომელსაც თავისი უნივერსიტეტის წლებიდან ერთი ასეთი რაღაც მოიგონა წლების წინ, თქვა რომ მეო მივედიო მაშინ ჩემ სამეცნიერო ხელმძღვანელთანო რაღაც გენიალური პროექტი მიუტანეო ჩემი აზრითო და იმან მითხრა რამდენიმე დღეში დაბრუნდიო და გეტყვი პასუხსო რა, ანუ იმედი ქონდა რომ დაეხმარებოდა, ხელს წაკრავდა და ასე შემდეგ. რამდენიმე დღეში რომ მიბრუნდიო, იმან მითხრა რომ ძალიან მომეწონა თქვენი იდეაო და გადაწყვიტა ხელი არ შეგიშალოთ. და შოქში ვიყავი ამით, მაგრამ დღეს მივხვდი რა ამხელაც ეკეთა გამეკეთა იმ ადამიანმა, იმიტომ რომ იმას შეეძლო ჩემთვის გზა ჩაეკეტა, ჩემი ნასრომი მიეთვისებინა, იდეა მიეთვისებინა, არავის ბევრი რაღაც ვარიანტი ყოფილიყო, ხო? მან თქვა რომ იმდენად კარგია რომ მე შენ გაძლევ თავისუფლებას, რომ აი ამ პლატფორმაზე შენი იდეა განახორციელო, ხო? იგივე შეეხება ამ პოლიტიკოსებს, ახლა ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის აქამდე, მაგრამ თქვენივე ინტერესებშია, ხო? თქვენივე ინტერესებშია რომ აი ეს ადამიანები 10,000 რო ვიცნობ და 3.590,000 რო არ ვიცნობ, აი ამ უზარმაზარი აუზიდან, ხო, აი რესურსის, ადამიანური რესურსის აღმოვაჩინოთ და უბრალოდ საშუალება მივცეთ ადამიანებს რომ თავისი თავი, თავისი უნარები გამოავლინონ ამ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაში. და ბოლო კითხვა უნდა დავსვაზაზე პროპაგანდასთან დაკავშირებით და ამ პროპაგანდის გზებთან დაკავშირებით. ბოლო დღეებში ამის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული, აი რაღაც კვინტესენცია ვნახეთ რუსული პროპაგანდისა, რაც შეეხებოდა მაკრონის, მერცისა და სტრამერის თურმე ერთად კოკაინის მოხმარებას, ხო? და ამას ავრცელებდნენ ყველგან რუსეთის მოკავშირეები, საქართველოს ხელისუფლება პოსტივი და ასე შემდეგ და ყველგან თელ მსოფლიოში რუსეთთან დაკავშირებული ხალხი. და არის ხალხი, ვინც ამას დაიჯერა. აი მე ალბათ ხაინდრავა ხო არ ყოფილა სპიკერი მაგ თემაზე. ხო, ძალიან საინტერესო იქნება ნამდვილად. აი ნოდარ დადარ ესე წერა ერთგან და ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ მე მგონი რომ კარგი დახასიათება არის პოსტტოტალიტარული ადამიანის, ადამიანებს არავის რომ ენდობიან და ყველაფრისა კი სჯერათ რა. აი მართლა ამ თვალთახედვის ხალხთან გვაქვს მათ შორის საქმე, ხო? როგორ უნდა დაუპირისპირდეთ აი ამ ტიპის არა უშუალოდ ამ პროპაგანდას, მაგრამ ამ ტიპის პროპაგანდას და ამ რაღაც ადამიანების დადებილების რაღაცა მცდელობას. სხვა ვერაფერს ვერ დავარქვა ამას. ხო, ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის დასავლეთისთვის თლიანად და კონკრეტულად ჩვენთვის ამ შემთხვევაში პრობლემა არის ირაკლი ჩემი მოგზაურებული აზრით, რომ სხვადასხვა სტანდარტს უყენებთ საკუთარ თავს და მეორე მხარეს, ხო, მეორე მხარე ყველაფერს კადრულობს და ჩვენ რაღაც უმაღლესი აკადემიური, პოლიტიკური, დიპლომატიური და საზოგადოებრივი სტანდარტით ვიძახით, რომ აი ჩვენ ასე დიდი ფაქტ-ჩეკინგი უნდა გავაკეთოთ და აღმოვაჩინოთ, რომ აი ესა თუ ის მითი პირობითად აი იმ სამპოლ მერც და სტარმერს და იმას წინ ნარკოტიკი არ ედოთ, ხო, აი აღმოვაჩინეთ გაგუხარდეთ იმას, ტყუილია. ტყუილია, ხო? ანუ ვისაც ესმის რომ ეს ტყუილია, იმას ამის გამეორება არ ჭირდება და ვისაც ჯერა ან შეიძლება დაუშვას რომ ეს მართალი იყოს იმას, რაც არ უნდა რაციონალური ფაქტები დაუდო, ვერ შეასრულებინებ აზრს. გამოსავალი სად არის? ერთ მარტივ რაღაცას ვიტყვი, ანუ მე ყოფილვარ 1000 სიტუაციაში, სადაც კონკრეტული კითხვა დამისვამს, იგივე იმ 9 წელთან დაკავშირებით. აი ეს რატომ მოხდა? ან ეს პიროვნება ვინ არის? ან აი ამ ისტორიის რეალური კონტექსტი რა იყო, ხო? და მიმიღია პასუხი, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება რაღაცნაირად შეგიცვალოს პერსპექტივა, შეგიცვალოს აზრი, ისეთი ფაქტები დაუმატოს აი ამ თელ სურათს, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მოცემულობას, ხო და შესაბამისად ამ ფაქტის შეფასებას. მაგრამ ჩვენ ამ ფაქტებს არც ვერ ხვდებით, აი არცად არ ხვდებით. მეორე მხარეს აქვს მაგალითად ბეჭდური პრესა. ბეჭდური პრესა არის ძალიან ძლიერი. ერთ-ერთი მინუსი, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ის, რომ არ ჰქონდა ბეჭდური პრესა. ხო, ვიძახდნენ ჩვენ ამ ტელევიზიით ვიტყვით სიმართლეს და ან ჩვენს ვერსიას ყოველ შემთხვევაში და მე ვისაც რა უნდა ისი ფიქროს. ყველა ის მითი, რომელიც დაიბადა ბინძური ბეჭდური პრესის, აი ასავალ-დასავალის ფურცლებზე, დღეს არის ქართული ოცნების
ზედა ეშელონის სპიკერების ჩვეულებრივი სადამფუძნებლო რიტორიკა არის. ხო, ანუ ის რასაც ჩვენ არ პასუხობთ ჩვენ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, ხო, იმიტომ რომ ამას რა უნდა უპასუხო, ხო? დღეს ვინაიდან არავინ არ უპასუხა, ჩანაშახსივე არავინ არ ჩაკლა, დღეს ჩვეულებრივად ვოლსკი და პაპუაშვილი და კობახიძე ამას იმეორებენ. ამიტომ ჯერ ერთი ყველაფერს უნდა უპასუხო. კი ბატონო, მე ყველაფერზე პასუხის გარდა, აი როგორც აფრასიძეების შემთხვევაში მოხდა, ხო? ანუ იმდენი რაღაც არის, ყველა პრაქტიკულად ყველა ასეთი პროპაგანდისტული ტყუილი შეიცავს ნაღმს, რომელიც თვითონ მის გამავრცელებას აფეთქებს. წულუკანის კომისია გაღმოჩნდა მათთვის ზუსტად ყველაფერზე აფეთქდნენ. აფრასიძეებზეც აფეთქდნენ თვითონ, იმიტომ რომ მოუწიათ მე ადამიანებს მოუწიათ მოსმენა რასთან ქონდა სინამდვილეში საქმე ტერორისტებთან და მაყვალოგონაშვილი წერალთა კავშირის თემაზე თემა ქვეყანამ გაიგო სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, ხო? ხო, შესაბამისად, ანუ არის მე არ ვამბობ რომ ღმერთმა დამიფაროს რომ ასავალ-დასავალის დონეზე უნდა დავიდეს ვიღაც, მაგრამ არის ძალიან ბევრი დიდი რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ არ იცის. აი იგივე რაც აფრასიძეები ვახსენეთ, ჩავთვალოთ რომ მსგავსი კონტექსტი ახლავს აი იმ მითების პასუხად პრაქტიკულად ყველა ისტორიას, ყველას. უბრალოდ საზოგადოებამ არ იცის, ვინაიდან ვიღაც დუმს და ვიღაცები, ენას ძვალი არ აქვს და იტყვის, რომ კი, როგორ არა, ჩემ მეზობლის ნათესავი ბიძაშვილი იჯდა სადღაც და იმან მომიყვა, როგორ ნახა, როგორ აწამებდა ვიღაცას. ხო, პირობითად და აი ამას იჯერებს, მაგრამ იმედი ეს არის, თელი ტევე ნაძეშ და ეს არის, პოზიტივი ეს არის, ხო, თორე ნებისმიერ აი რატო გააკეთეს ეს გაყოფა, ეგრეთ წოდებული ორ საქართველოს დაყვეს 2018 წელი იყო სხვადასხვა, როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არც ერთი ოპოზიციური წარმომადგენელი აღარ მიწვეული იყვნენ სახელმწიფო მედიებში და აუგრძალეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეთერებში მისვლა კრიტიკულ მედიაში, ხო? რატომ? იმიტომ რომ ერთი კითხვით ააფეთქებ ამათ მთელ პროპაგანდას. ერთი უხერხული კითხვით, რომელსაც დასვამ ბერაზე, რომელსაც დასვამ ხაინდრავაზე, რომელსაც დასვამ კობახიძეზე, მის მამაზე, ვოლსკიზე. ამოუწურავია ეს, მაგრამ არა, მათი მთელი გათვლა ისაა, რომ სამწუხაროდ, ხო, არ ვიცი ახლა ამ ეტაპზე, ვიცი რომ ცოტა გაზდილი არის ფორმულას ეთერი და რეიტინგი და ბევრად მეტს გისურვებთ, მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ბევრად მეტი ნახულობს იმედს რეგიონებში განსაკუთრებით და იქ იმედზე რაც ითქმება ისჯერა სხვა ინფორმაცია უბრალოდ არ მიდის. მაგალითად, კანონიერი ქურდის ძმა რომ მოკრეს ვაკეში, შეკვეთილი მკვლელობა რომ მოხდა, ამის შესახებ როგორც ვიცი, იმედ საერთოდ ინფორმაცია არ გავრცელებია, ხო? შეიძლება მეშლება და სადღაც ისე გაკვირით ითქვა, მაგრამ ეს არსად არ თქმულა. რაღაცები არ გადაიცემა მათ ეთერში და რაც არ გადაიცემა მათთვის არ ატყობინებენ ამ ადამიანებს. კი, ეს ასე არის ნამდვილად და ძალიან ბევრ თემაზე ეს არის დიდი პრობლემა ნამდვილად ამასთან უყურებდი და უცებ კობახიძე იყო რაღაც მოს კომენტარს აძლევდა და წინ ზოგადად ბევრი მიკროფონი იყო და ვიფიქრე რომ უშვიათ მედია თქო და უყურდა ყველა იყო სახელმწიფო აქ იმედზე არ არის იმედი პოზიტივი რუსთავიორი პირველი არხი მაესტრო კიდე არის რაღაცები რომ რეგიონული ტელევიზიების 90% არ მთელი სპექტრი შექმნეს უკვე სადაც ვიღაცას ქვია რომ ცოტა ზომიერია რუსთავიორს ქვია რომ ცოტა ზომიერია რაღაცა ვითომ აი ეს რაში ვერ გაიგებ მაგრამ ვითომ ცოტა აქეთ არის ცოტა წამონჩოჩებული ზადა ბიბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი ზადა უმეს მადლობა ძალიან საინტერესო მიმოხილვისთვის